სანამ უშუალოდ კუბიზმს შევეხები, ორი სიტყვით მაინც იმპრესიონიზმს დაუბრუნდეთ ასეთ რამე ვთქვათ, რომ როდესაც ვსაუბრობთ იმპრესიონიზმი განაპირობა დინამიკა, ხო? ისტორიულმა ესეთ კაცობრიობის ცხოვრების წესრიგებამ განაპირობა ეს ჯერ ფერწერის პროცესში დინამიკის შეტანა შეიძლება უშუალოდ ნახატში დინამიკის შეტანა. დავსვათ ესეთი კითხვა, თუ განა არ იყო, თქვათ ლეონარდოს დროს მოვაწე მხატვრებში და თავად ლეონარდოს ნახატებში, ესე ვთქვათ, მიქელანჯელო იქნება რაფაელი თუ სხვა, თუ მოგვიანებით თქვათ რემბრანდტი ან რუბენსი და ასე შემდეგ, განა არ იყო დინამიკა ზოგადად ნახატში როგორ არ იყო, რა შინაგანი დინამიკა ნახატს უდნევად ახასიათებს. სხვაგვარად ნახატი სრულყოფილი პროდუქტი ვერ იქნება შემოქმედებით. ეს შინაგანი დინამიკა ყოველთვის ახასიათებს ნახატს მით უმეტეს როდესაც საუბარია ასეთ დიდ მხატვრებზე, ხო? და აი აქ რა დინამიკაზეა საუბარი და როგორ მოახერხა მონემ ნახატში უფრო მეტად განესაზღვრა და შესამჩნევი გაეხადა დინამიკა. ძალიან საინტერესო გზას მიმართა, კერძოდ შინაგანი დინამიკა როგორც ვთქვით, ნახატს არასდროს არ აკლდა, არც ერთ ეპოქაში, მაგრამ რომ გაპასუხებოდა ფერწერა ზოგად განვითარებას კაცობრიობის დინამიკისა, მონემ მოახერხა ფერწერის ფესვებზე დაყრდნობით, მოიხსენებათ, რომ 4 ფესვზე დგას ფერწერა, მონასმზე ეს უპირველესი ფესვია, შემდეგ ფერი, შემდეგ ფორმა და ბოლოს საერთო გამა, ხო? აი სწორედ ამ უპირველეს ფესვზე დაყრდნობით, ამ მონასმზე დაყრდნობით, მონემ აქცენტირება გააკეთა დინამიკისა. კერძოდ რა მოხდა ხალხმა, რომ იმპრესიონისტებმა ფერის წერის პროცესში დაფარული ზედაპირი უფრო ძგერალი გახადეს. ანუ წინა პლანზე წამოვიდა მონასმის რაობა, მონასმის არსი. იმპრესიონისტების ნახატები რო შეადარო თქვათ სფუმატოირებულ ნახატებს, არა? თქვენ ნახავთ, რომ იმპრესიონისტებს ახასიათებთ უფრო მაღალი მონასმი, ვიდრე თქვათ ლეონარდოს იქნება, მიქელანჯელოს თუ რუბენს თუ სხვას. ანუ ამით რა მინდა ვთქვა, რომ სწორედ მონემ აი ამას მიაგნო, რომ ნახატის ზედაპირზე შემოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი ეს მონასმის დინამიკა. და რომ ნახოთ, ხო გადაათვალიეროთ 60 წელს მოიცავს იმპრესიონიზმის ისტორია და ამ ხნის მანძილზე უამრავი მხატვარი არის მოხსენიებული ქრონოლოგიურად და მათ შორის დიდებიც, ნაკლებად ასე ვთქვათ, ნაცნობებიც, თუმცა ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანები და ძალიან კარგი მხატვრები. შესამჩნევ მხატვრების შემოქმედებას იმპრესიონისტების სახით გადავხედავთ. ეს იქნება ვან გოგი, იქნება პიკასო, ვან გოგი იქნება მონე, სისლეი, კორო, პისარო, გოგენი, ტულუზ-ლოტრეკი, მატისი, რენუარი თუ სხვა, დეგა თუ სხვა, აი სწორედ მათ ახასიათებთ აი მონასმის უკვე წინაპრანზე წამოწევა რა ნახატში, მონასმის და აი მონასმის დინამიკის მეშვეობით ხაზი ესმევა აი ზოგადად ფერწერის პროგრესულ ნაბიჯს რა. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. და სფუმატოირების დროს უფრო დაბალი მონასმია და მეცაც გეტყვით ლეონარდოს მონასმს შეუიარაღებელი თვალით ვერ შენიშნავთ. აუცილებლად ჭირდება სპეციალური ხელსაწყო, რომ ეს მონასმი დაფიქსირდეს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მონასმი არის აუცილებელი პირობა, რათა შემოქმედებით პროდუქტს ჰქონდეს ღირებულება რა, ფერწერული ღირებულება. ეს იქნება ლეონარდოსავით დაბალი თუ იმპრესიონისტებით მაღალი თუ პოსტ-იმპრესიონისტებით უფრო მაღალი მონასმი აუცილებლად უნდა იყოს. აი სწორედ მონემ მონასმის მეშვეობით განახორციელა პროგრესული ნაბიჯი გადადგა. ზოგადად მონასმზე როცა ვსაუბრობთ, რა არის მონასმი, ამაზე ჩვენ ვისაუბრია, რატომ არის მაინდა-მაინც ფერწერის თვის მნიშვნელოვანი უპირველესი მონასმი და შემდეგ ფერი, აი ფერწერისთვის ჯერ მონასმი, იმიტომ რომ მონასმი არის გაცხადებული პიროვნება ნახატში. ანუ უშუალოდ
ის მხატვარი, რომელიც ხატავს, ხო, პიროვნულად განისახება იგი ნახატში. ანუ ყველა მხატვარი ინდივიდუალურად განუმეორება მონას ფლობს. და როდესაც მონასმი ფიქსირდება ნახატზე, ფიქსირდება ხატვის პიროვნება. ამიტომ ვერ შეცვლის ვერასოდეს წმინდა ფერწერული მოსაზრებით, ვერასოდეს კომპიუტერი ხატვის მონასმს, ვერასოდეს. იმიტომ რომ აი მონასმში დევს ხატვისა ის პულსაცია, ის გულისძგერა, ის ემოციები, ის განცდები, რასაც განიცდის უშუალოდ ხატვის პროცესში და აი მონასმს მონეს წყალობით და მონეს გუნდის წყალობით, იმპრესიონისტების წყალობით ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. ამაზე შევთანხმდით. და აქ ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამაც 1498 წელს პირობითად დაასრულა ლეონარდო ფერწერის ტრაქტატი, რაც არის ნაშრომი ლეონარდოსი, რომელმაც საფუძველი დაუდო ხატვის სწავლების მეთოდიკას. და სფუმატო როგორც მოვლენა გახდა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ხატვის სწავლების მეთოდიკისა. სფუმატო ექვემდებარება ასევე შტრიხი, ექვემდებარება სუფთა მონასმი, ექვემდებარება ხარისხების გარკვევა, ხო, ჩრდილიდან განათებისკენ და ასე შემდეგ. ანუ მეთოდიკა ხატვისა გამოიმუშავა სხვადასხვა ასპექტები, რომლის ჯამი შეადგენს ხატვის სწავლების მეთოდიკას. და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ იმპრესიონისტულმა მიდგომებმა ხატვის სწავლების მეთოდიკაში მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე უცებ მიღებული ვერ იქნა კლასიკურად მოაზროვნე და ძველი ყაითით მომუშავე მხატვრების მიერ უცებ ვერ იქნა აღიარებული იმპრესიონისტული მიდგომები, მიუხედავად ამისა დრომ განაპირობა ის, რომ ხატვის სწავლების მეთოდიკაში იმპრესიონისტულმა მიდგომებმაც დაიკავა თავისი ადგილი. ანუ დღეს რომ ჩვენ თუ კი ვინმე სწორად ასწავლის ხატვის სწავლებას და თუ მაცდული არ არის ვინმე, ხო? ის აუცილებლად ხატვის სწავლების მეთოდიკაში იყენებს როგორც სფუმატოიდულ მიდგომებს, ასევე იმპრესიონისტულ მიდგომებს. ანუ თანამედროვე ხატვის სწავლების მეთოდიკამ არ განაგდო და გაითავისა იმპრესიონისტული მიდგომები და შეიკრა ერთგვარი ციკლი, ერთგვარი დასრულება მოხდა იმისა, რომ მეთოდიკა ზოგადად ჩამოყალიბდა. რაც ვერ გაითავისა, ანუ ამ მეთოდიკამ რაც ვერ გაითავისა კუბისტური მიდგომები. მიუხედავად იმისა, რომ ფერწერისთვის კუბისტური მიდგომები, ხო? ფერწერისთვის როგორც სახვითი ხელოვნების მოვლენისთვის, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ასევე კუბისტური მიდგომები, იმიტომ რომ კუბისტური მიდგომები გახლავთ მეტი დინამიკის რაობა სამხატვრო პროცესში, უშუალოდ ნახატში და ესე ვთქვათ, ასევე ითვლება პროგრესულ ნაბიჯად ფერწერის ისტორიისთვის. კუბიზმი არის ნახატის ზედაპირზე გამოტანილი ხაზი, ფერი და ფორმა მოცულობის გარეშე. და სადაც მოცულობა არ არის, იქ სივრცეა უარყოფილი. ძალიან მნიშვნელოვანია და სივრცე ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია მეთოდური სწავლებისა, აკადემიური ბადის. რომ ხატვარი, რომელიც ხატვის სწავლების მეთოდიკას ითვისებს, აუცილებლად უნდა სივრცის გამოსახვის უნარს. და სადაც სივრცე უარყოფილია და ამ შემთხვევაში კუბიზმში, აი სწორედ ეს სივრცეა უარყოფილი, წინაპლანზე არის წამოწეული როგორც ფერი, ხაზი და ფორმა, შესაბამისად ვეღარ ეგუება მეთოდური აკადემიური ბადე კუბისტურ მიდგომებს. მონემ და იმპრესიონიზმმა ხო დინამიკა შეიტანა და მონასმი აათუხტუხა რა, აი ესე ვთქვათ, ნახატზე. მაგრამ აქ უკვე მოხდა განშტოებები იმპრესიონიზმისა, ფოვიზმით, ნეოიმპრესიონიზმით და პოსტიმპრესიონიზმით, აი ეს სამი განშტოებაა და აი ამ განშტოებებმა შემდეგ უკვე განაპირობა კუბისტური
ძვრები, კერძოდ რას გულისხმობ? ფობიზმა უარყო მოცულობა, ხსენეთ, ეს არის ანდრი მატისის მიგნებები და ანდრი მატისის ნახატებიც გავიხსენოთ და წინა პლანზე გამოდის ხაზი და ფერი, ხო? მოცულობა უარყოფილია. ფორმა არსებობს. ანდრი მატისის ამგვარმა მიდგომებმა ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა პიკასოს შემოქმედებაში. იბადება 1891 წელს პაბლო პიკასო, რომელიც აღმოჩნდა გამააზრებელი აი ამ იმპრესიონისტური წინსვლების ამბიჯებისა და პიკასო ამით არის დიდი მხატვარი. აი ძალიან ბევრს უყვირს პიკასოს შემოქმედება, ვინც ნაკლებად იცის ზოგადად კიდე ვისაც უბრალოდ მაყურებელი ხარ და ნახატის მკითხველი არ ხარ, ჩვეულებრივი მაყურებელი ხარ, შეიძლება ბევრს უყვირს. თუ რაში მდგომარეობს პიკასოს სიდიადე იმ დროს, როდესაც მისი ექსპერიმენტული ნახატები წარმოადგენს ხაზებისა და ფერების ურთიერთობას და ისეთი შეგრძნებაა, რომ როდესაც პიკასო პორტრეტს ხატავს, ამ პორტრეტს ხან ორი ცხვირი აქვს, ხან სამი ცხვირი აქვს ხაზობრივად, ყურები, თვალებიც მრავალი და უცებ იბნება რა, ის ადამიანი, რომელიც უბრალოდ მაყურებელი და ნაკლებად არის შემფასებელი და მკითხველი ნახატისა თუ რას ნიშნავს ეს ყოველივე, ისთვის გაუგებარი რჩება, აი რა ნახატებია ეს და ესეთი გამოუცდელი დასკვნებიც გამოაქვს თავისთვის, რომ ვიცი რა, მე ასე დახატვას მეც მოვაკეთებ. ამ დროს ეს ასე არ არის. აი მოდი ვისაუბროთ პიკასოს ეს ექსპერიმენტები როგორ დაფუძნდა და საიდან მოდის პიკასოს ეს დაფიქრებები და წინსვლები და რატომ ითვლება მსგავსი რამ წინსვლა. პიკასო 13-14 წლის არის, ძალიან ესე ვთქვათ ისეთი მოზარდია, რომელიც მოდით ეხლა ისეთი მოზარდია, რომელიც დაინტერესებულია ვიზუალური ხელოვნებით, შესანიშნავად ფლობს ძალიან ნორჩი ასაკიდან მან გამოავლინა ხატვისადმი მიდრეკილება და უკვე 13-14 წლისა ის ძალიან კარგად ფლობს, სხვათა შორის წარმოუდგენლად და განმაცვლებლად კარგად ფლობს ის უკვე აი ამ აკადემიურ მიდგომებს. მეთოდურ ნახატებს, რასაც ჩვენ დღეს აკადემიურ სფეროს ვეძახით. და აი ეს პიკასომ ეს ძალიან ადრეულ ასაკში კარგად დახვეწა უკვე. და ცნობილი ფაქტია, რომ ამგვარი დაფიქრებებით, ამგვარი ცდილობებით მან მიაგნო ასეთ რამეს. აი თქვენს ალბათ ბავშვობაში ესეთი რამ გაგიკეთებიათ, რომ დაგიხატავთ ადამიანი ხაზებით, გაგადგმული ნაბიჯი, შემდეგ მეორე ნაბიჯი, შემდეგ მესამე ნაბიჯი, ოღონდ დაგიხატავთ სხვადასხვა ქაღალდზე. და ეს ქაღალდები ერთმანეთს შეკრული უკვე, როდესაც აი ესე გადაფურცულით ათვალიერებ, ხედავ, რომ ეს ადამიანი მიდის. ანუ ქაღალდების სიბრტყეების მონაცვლეობა ჩვენ გვაძლევს რეალურ დინამიკას რა. ამას მიაგნო პიკასომ ძალიან პატარა ასაკში. რა თქმა უნდა, ეს გააზრებული არ ქონდა, მაგრამ შემდგომ მან ეს ყველაფერი გამოიყენა. პატარა ბიჭის ამგვარმა გენიალურმა ცეკვობამ თუ გადავარყო ამის თუ რაღაც საოცარმა დაფიქრებამ იმხელა რეზონანსი გამოიწვია, რომ მასწავლებელმა ნახა ეთყობა და ძალიან გაუგებდა, რომ მსგავსი რაღაცა დაინახა, რომ უცებურად წავიდა თუ ნახატური ხაზობრივად მაინც წავიდა და ეს საით მიმავს ეს ყველაფერი. მივიდივართ იქით, რომ აი სწორედ მხატვრულმა ექსპერიმენტებმა მოგვცა კადრების მონაცვლეობა. პიკასოს ამ მიგნებამ, რომელიც შემდეგ განამტკიცა და უკვე თეორიულად ჩამოაყალიბა ჟორჟ ბრაკთან ერთად, რომელიც გახლავთ უკვე ძალიან საინტერესო პიროვნება ამავე დროს კუბისტური მანიფესტის გამოქვეყნებელი ბრაკისეული ხედვა კუბიზმისა ნიშნავს რას. უნდა დაუბრუნდეთ ერთი წუთით სეზარს.
და გავსალბროთ რა მნიშვნელობა ჰქონდა სეზამის მიგნებებს ზოგადად წინსვლისთვის. ჩვენ ადრე ვახსენეთ წინა ლექციაში, რომ პოსტიმპრესიონისტებიდან ერთ-ერთი სწორედ სეზამი იყო. სეზამის ხედვები პოსტიმპრესიონისტური და იგი უკვე გამოიყენა კუბისტური დინამიკის განსახორციელებლად. კერძოდ, სეზამს ჰქონდა ასეთი ხედვა და მოსაზრება, რომ იმპრესიონისტული მიდგომები მონასმის წინაპლანზე წამოწევისა და ამით დინამიკის შეტანისა ნახატში ძალიან კარგია, მაგრამ ამავე დროს დინამიკა შეიძლება შემოიტანოს მხატვარმა პროცესში, თუ კი ის მონაცვლეობს სხვადასხვა წერტილზე დგას ერთი და იგივე სახატავი ობიექტის წინ რა. აი სეზარის ნახატებს გავიხსენებთ, აი ძალიან კარგად ჩანს აი ეს მიდგომები, ანუ სეზამისთვის ძალიან დიდად მნიშვნელოვანი იყო მხატვარი თუ სად იდგა, მხატვრის ხედვის წერტილი, ობიექტისადმი. და თუ თქვენ გაიხსენებთ, სეზამს აქვს რამდენიმე ნახატი, ერთი და იგივე, ოღონდ სხვადასხვა წერტილიდან დახატული. ეს მონაცვლეობა, დგომის მონაცვლეობა და ობიექტისადმი ურთიერთობა დგომის მონაცვლეობით, აი ამ გააზრებით იგი ცდილობდა მეტი დინამიკის შეტანას ხატვის ზოგადად ხატვის პროცესში რა. აი ძალიან მნიშვნელოვანია, ჟორჟ ბრაკმა ეს გაითავისა. ჟორჟ ბრაკმა ეს გაითავისა და დაამატა პიკასოს მოსაზრება, ისინი ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ. 1891-ში დაიბადა პიკასო, 80-ში ჟორჟ ბრაკი. და პიკასო გახლავთ უშუალო, შეიძლება ესე ითქვას, მოწაფე რა, ანრი მატისის იდეებისა, რომელმაც მოცულობა უარყო და წინაპლანზე წამოწია ფერი და ხაზი. და ის სწორედ პიკასო თავის ექსპერიმენტალურ პროცესებში, როდესაც ცდილობს დინამიკას მეტი მიგნებები, ესე ვთქვათ, განახორციელოს დინამიკისა, ის სწორედ ფერისა და ხაზის მეშვეობით ცდილობს ნახატში მეტი დინამიკის შეტანისა, მაგრამ აქ დილემის წინაშე დგება უცებ პიკასო ხვდება იმას, რომ არ არის საკმარისი ერთი ფორმატი იმისათვის, რათა ერთ ფორმატზე ადამიანი სიგარეტი მოწიოს, ადგეს და წავიდეს და სარილის კამი დარჩეს. ანუ პიკასოს ის ექსპერიმენტალური კუბისტური მიდგომები, როდესაც ჩვენ ვახსენებთ აი ეს პორტრეტები იქნება თუ სხეულები ხაზისა და ფერის მეშვეობით პიკასოსი, რომელიც მცდელობა ერთ ფორმატზე რამდენიმე ხაზის გამოხატვით, რამდენიმე ცხვირის და ყურის დახატვა, ხო, თვალის დახატვა, რას ნიშნავს ეს, რომ პიკასო ცდილობს ერთ ფორმატზე აი ეს პორტრეტი მიტრიალდეს. აი ამის შედეგია ის, რომ მას რამდენიმე ცხვირი აქვს მიხატული, რამდენიმე თვალი, რამდენიმე ყური და ასე. მაგრამ პიკასო ხვდება ამას, რომ ეს ერთ ფორმატში ვერ მოექცევა. ამისთვის იგი უკვე რამდენიმე ფორმატს იყენებს და თავის ბავშვურ მიგნებასაც ესე ვთქვათ გამოიყენებს. ძალიან მნიშვნელოვანს. ახლა უნდა აღნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ვან გოგის პოსტიმპრესიონისტულმა დამოკიდებულებებმა ზოგადად გარესამყაროსადმი, ანუ ექსპრესიულმა მიდგომებმა. ჩვენ აღნიშნეთ, ხო, რას ნიშნავს ექსპრესიონიზმი რა? ხედავდე, ოღონდ აღიქვამდე უფრო გამძაფრებულად ვიდრე ხედავ. ძალიან მოჭარბებულად ჰქონდა ვან გოგს და ეს გამოიხატა მის მაღალ მონასლებში. და იმ სწორედ მაღალ მონასლებმა ჩვენ მოგვცა შემდგომ უკვე შუა იდეურად შუა ანიმაციური საწყისები. შეიძლება ითქვას, რომ ვან გოგის შემოქმედება ერთგვარ წინაპირობად იქცა, რათა შობილიყო კიდევ ცალკე უაღრესად საინტერესო და რომის მოწყვლი ხელოვნება, როგორც არის ინტერპრეტაცია. იმპრესიონიზმი განვითარდა მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან და ამ 40 წლის მანძილზე გაცილებით მეტად აჩქარდა ცხოვრების წესი. გაცილებით მეტად აჩქარდა დინამიკა, ზოგადად ცხოვრების დინამიკა და რათა მხარი აება ფერწერასაც ერთგვარად ამ პროცესისთვის
მოითხოვა ამ ყოველივემ მეტი დინამიკის დაფიქსირება ნახეს. და ამ ექსპერიმენტებმა, რომლის მოთავე იყო პიკასო, ჟორჟ ბრაკი, აი ამ ორმა ადამიანმა განსაზღვრა კუბიზმის არსი. კუბიზმისა, როგორც მეტი დინამიკის შემტანისა, ძალიან მნიშვნელოვანია და უცებ იდეაში მდგომარეობს კუბიზმისა. სწორედ იდეურად კუბიზმმა მოგვცა სინემატოგრაფი. აი როგორ კუბიზმის ექსპერიმენტალური პროცესების ჟამს იმისათვის, რათა რეალურად იქნას შეტანილი დინამიკა, ერთი ფორმატი საკმარისი არ არის. იმისათვის, რათა ადამიანი ადგეს და წავიდეს, ერთი ფორმატი საკმარისი არ არის. აუცილებელი არის ფორმატების მონაცვლეობა. ანუ კადრების მონაცვლეობა, ხვდებით? რამდენიმე კადრი არის საჭირო, რათა რეალურად ადამიანი ადგეს და წავიდეს. ჩვენ ვისაუბრეთ პიკასოს ყმაწვილობის ჟანრიდან, ესე ვთქვათ, გაუცნობიერებელმა რა ექსპერიმენტზე, როდესაც მან დახატა ერთ ქაღალდზე ხაზობრივად გადადგმული ნაბიჯი, მეორე ქაღალდზე მეორე ნაბიჯი და შემდეგ რო შეკრა ეს ქაღალდების დასტა და ესე დაათვალიერა რა ჩამოყრით ქაღალდებისა, უცებ ეს დახატული ადამიანის ნაბიჯები მოხდა ისე რომ მიდის ადამიანი, ხო? აი სწორედ პიკასო ამით მიხვდა რომ რათა გაცილებით რეალური გახდეს დინამიკა, თვალსაჩინო გახდეს, საკმარისი არ არის ერთი კადრი. საკმარისი არის კადრების მონაცვლეობა. აი სწორედ აქა ვართ და საიდანაც ხალხმა იწყება სინემატოგრაფია. კადრების მონაცვლეობა, რომელიც დინამიკას იძლევა, ქმნის სინემატოგრაფს. ანუ იდეურად კუბიზმის ექსპერიმენტებმა მოგვცა სინემატოგრაფი როგორც ხელოვნების სფერო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ვახსენეთ ჩვენ იმპრესიონიზმის დროს პარალელური ძვრები ლიტერატურაში დააკვირით ვახსენეთ სიღრმისეულად შეიძლება ჩვენ ჩავოვამდე და ცალკე ლექცია ამის თაობაზე ჩავატაროთ თუ რას წარმოადგენს თქვა პარალელურად სიმბოლიზმისა იმპრესიონიზმისას ლიტერატურაში მსგავსი ზუსტად იგივე ამოცანების მქონე მიმდინარეობა როგორიც გახლავთ სიმბოლიზმი ხო იქ დავასახელებთ ჩვენ ბოდლერი და მათი სიმბოლისტების გუნდი ხო აი კუბიზმის პროცესზე განვითარების პროცესების დროს ლიტერატურაში ვითარდება მიმდინარეობა ფუტურიზმი რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ ისეთივე მოთხოვნილება ჰქონდა ფუტურისტებს ლიტერატურაში რომ იმდენად ითხოვდნენ დინამიკას ლექსის ფორმაში ლექსის შინაარსში რომ გრაფიკულად გამოსახულებით დაიწყეს ასოების ვერტიკალურად ჩამოწერა დიაგონალურად აწერა თარაზულად გაწერა რომ ეს დინამიკა ხო პროცესი შეტანილიყო წარედულად ლექსში რომ ლექს ემოძრავა გენიალური პოეტი სიმონ ჩიქოვანი იყო სწორედაც წინა მძღოლი ქართველი ფუტურისტებისა სხვათა შორის ფუტურისტების გუნდში შედიოდა ასევე გენიალური თეკლა გენიალური რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია რომელიც გახლავს მამა კესანიშვილის აუცარი რეჟისორებისა შვილები შვილი ყავაში ორი ვაჟიშვილის ესე გიორგისა და ელდარ შენგელაის მამა იყო ნიკოლოზ შენგელაია რომელიც ასევე აქტიური მონაწილე იყო ამ ფუტურისტული მოძრაობისა ზოგადად რომელსაც იგივე ამოცანები ჰქონდა რაც კუბიზმს ხატრობაში მეცაც გეტყვით იქ იყო ნიოგო ჩაჩავა იქ იყო დავით გაჩეჩილაძე ჟანგო ობერიძე და ასე შემდეგ რომლებიც იზახოდნენ რომ ლექს ნავთისუნი უნდა ავიდეს წარმოიდგინეთ ესე იგი ითხოვდნენ ლექს ნავთისუნი რომ ადენელი იყო ლექსისგან იქამდეც კი მივიდა რომ იმდენად აქტიური იყო საყოფაცხოვრებო ესე იგი სოციალურ ცხოვრებაში იმ დროს გამოჩნდა მეტი მანქანა იმ დროს აჩქარდა მატარებელი და ასე შემდეგ რომ იმდენად თვალშისაცემი იყო ტექნიკური პროგრესი რომ აი ფუტურისტები იცოდნენ რომ ლიტერატურულ პროცესებში შემოვიდესო ესე ვთქვათ ამ ტექნიკური საშუალებების გადაადგილებისთვის საჭირო სითხის უნი აღდგებოდესო ლექსო. აი შესაბამისად ამ დინამიკა
რომელიც განპირობებული იყო სოციუმი, რომელიც განაპირობებდა სოციუმს. აი სწორედ ამ დინამიკამ განაპირობა კუბიზმის იდეა ზოგადად და კუბიზმის იდეამ განაპირობა ახალი ხელოვნების სფეროს სახით, როგორც არის კინემატოგრაფი. ანუ პიკასოს და ჟორჟ ბრაკის იდეების განხორციელებამ მოხსა შემდეგ ეს გენერალური ხელოვნება, როგორც არის კინემატოგრაფი. აი დავამთავროთ ეს ლექცია და შემდეგ უნდა ვისაუბროთ უკვე შემდგომ ეტაპებზე.